აჭარის სამხრეთით დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული მხარე შავშეთი. შავშეთს აღმოსავლეთით არსიანის ქედი ფოცხოვისა და არტაანისგან მიჯნავს. სამხრეთით იგი არტანუჯის კლდის მასივითაა შემოზღუდული, ხოლო ჩრდილოეთით შავშეთის ქედს გადაღმა აჭარა, კერძოდ მაჭახლის ხევი, ქედისა და შუახევის რაიონები. შავშეთში ბევრი სოფელია, სადაც დღემდეა შემონახული ქართული ენა. მოქართული სოფლები უმთავრესად შავშეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, იმერხევსა და სხვა მიმდებარე ხეობებშია თავმოყრილი. ამიტომაც ქართული ენის აქაურ დიალექტს ზოგჯერ იმერხეულსაც უწოდებენ. შავშეთ-იმერხეული მეტყველება უახლოვდება აჭარულ, კლარჯულ და ტაურურ დიალექტებს და მათთან ერთად ქართული ენის სამხრეთ-დასავლურ დიალექტთა ჯგუფს ქმნის. ბაძგირეთი შავშეთის ერთ-ერთი პატარა ხეობაა. ხეობის თავში ამავე სახელწოდების სოფელია გაშენებული. იგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია შავშეთში. აქ ადრე ზამთრდება. მარხილი ყველა შავშეთურ ოჯახშია. მაღალმთიან მხარეში ტყიდან შეშის გამოსაზიდად ან მთის სათიბებიდან თივის ჩამოსატანად მარხილი დღემდე შეუცვლელი საზიდარია. შეშის მოტანაში მთელი ოჯახი, დიდით პატარამდე, ქალიან კაციანად მონაწილეობს. დღეს დილაზე ავდექ შეშა არ მქონდა, ხერხი წევღეთ ორი თანი გაველით იქან, შეშა დავხიე ტყეში, იქიდან ჩამოვყარე გზაში, ცოტა მაღლა იყო, იქიდან გადმოვყარე, მებრე ხარები გამოვიდე აქედან, სოფლიდან. დაიტანე თუ უდგა. ეგარ მეიტანე. მოკლეებია. ელები მომიტა იქიდან, აქ არის. შეშაზე მივდივართ აქა, ისე აგერთები ჩილი ჩოჯუხი წავასხი, ორი ბახალა, ქალი, ღეთი ზღარჭი აგერე ბიჭი ჩემია. ისე გზაკვალში მოატამა შრალია, ახლა ცოტა არ იჯება. ეტანე აქა 1-2 მეტრე თოვლი ნამევდეს კი. იქიდან მეკნას. მევტანოთ, ახლა უშე არა და უშეშონა დავჭეთ, აქ ბევრი თოვლი მოდის. აქ ბევრი თოვლი, აქ ზამთარში, აქა იგვარი დიდი ზამთარი აქ, იქნებ მაღლა ვარ. აქა ყოლაი, აქ თემას ვერ მეიტან, დარჩევი ემიხარ. ზამთარში